ჩემო მეგობრებო, ამ ბოლო დროს და მანამდეც იყო, მაგრამ აი გახშირდა სხვადასხვა ჯგუფების თუ გვერდების, სოციალური ქსელების საშუალებით თხოვნები, რომ აი გვიგზავნიან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნებს და თუ მეშველება და ასე აბსოლუტურად გასაგებია თქვენი ანუ შესაბამისი თხოვნების ავტორთა სურვილი ჩვენც რა თქმა უნდა შეძლებს დაგვარად ძალიან მოკლედ პასუხობთ მათ, რომ უსაშველო არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება შველა და მკურნალობას სხვა ალტერნატივა არც აქვს პრინციპში. სწორ მკურნალობას თავისთავად ცხადია. უბრალოდ ვისი თქმა მინდა, მარტო ტომოგრაფიის დასკვნის ხილვით შეუძლებელი არის, ასე ვთქვათ, დანიშნულების მოცემა. მარტო ამას არ ითხოვენ, რომ გვეშველება თუ არა ამ კითხვაზე პასუხს, ითხოვენ აგრეთვე აი კონკრეტულად რა პროცედურები იქნება ჩვენთვის საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით, ეგ არანაირ სხვა რაღაც мотивაციასთან არ არის დაკავშირებული, თქვათ, თუ ვერ მოვახერხებთ ზუსტი პასუხის გაცემას, თავარი მიზეზი არის ის, რომ ზუსტ პასუხს ინტერნეტით ვერ გაგცემთ, ჩემო კარგებო, რომ ზუსტი დანიშნულების მისაცემად აუცილებლად რეაბილიტოლოგმა, მკურნალმა ექიმმა, ჩემო ბატონო, უნდა ნახოს პაციენტი. პაციენტის ნახვის გარეშე, პაციენტის დათვალიერების გარეშე, მისი სატესტო მოძრაობების შესრულების გარეშე შეუძლებელი არის ზუსტად შევარჩიოთ ფიზიოთერაპიული პროცედურები. აი ჩვენს პატარა ცენტრში აგერ მე შემიძლია გაჩვენოთ მარტო ჩემს კაბინეტში რამდენი აპარატი არის თავმოყრილი და კიდე სხვა ოთახებშიც გავდივართ ამ აპარატების ან სხვა კონკრეტული პროცედურების ჩასატარებლად ხოლმე, რომელიც აქ ვერ ეტევა, თქვათ, ასე ვთქვათ და აი ამ პროცედურებიდან რომელი უნდა შევარჩიოთ კონკრეტული პაციენტისთვის, რა თქმა უნდა, ზოგადად შეიძლება დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დასკვნის მიხედვით გითხრათ პასუხი და ამ ზოგად პასუხს არც დაგამადლით არავითარ შემთხვევაში გწერთ კიდეც, მაგრამ ესე კონკრეტულად ზუსტად აი ერთმა ესეთი ისიც მოგწერა, ლაზერი რამდენი წუთით შეიძლება იქ თქვათ, ელექტროსტიმულაცია რა სიმძლავრით შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ჩემო კარგებო, ამისათვის კონკრეტულად სად დავადოთ ეს ბალიშები სხვადასხვა პროცედურის დროს, ან რა სიმძლავრით შევარჩიოთ კონკრეტული პროცედურა, ან შეიძლება თუ არა ეს პროცედურა, ამისათვის ნამდვილად უნდა მოგკითხოთ ზუსტი დანიშნულება ან თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც დიაგნოზი დაგისვათ, ჩემო ბატონო, იმ დაწესებულებაში იქნება შესაბამისი პროფილის მკურნალი ექიმი და თუ ეს შეუძლებელი არის და ვერ ახერხებთ ასეთი ზუსტი დანიშნულების მიღებას, აუცილებელია, რომ წინასწარ დაგვირეკოთ, შევათანხმოთ ვიზიტი, ჩემო კარგებო, აი ახლა იყო აგერ წეღანაც, ამიტომ გადავწყვეტე, რომ ჩამეწერა 4 საათის განმავლობაში მელოდებოდა 3 პაციენტი იყვნენ წინასწარ შეთანხმების გარეშე მოსულები და მთელი დღე პაციენტებთან ვარ, ან მაქვს სასწავლო ცენტრის გვაქვს ჩვენ და სტუდენტებთან ურთიერთობა, მსმენელებთან, პრაქტიკები, თეორიები და ასეთ შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოვახერხებთ თქვენს მიღებას, მე ვუფრთხილდები თქვენს დროსაც და რა თქმა უნდა ჩემს დროსაც. მოკლედ აუცილებლად ზუსტი ანალიზისთვის, ზუსტად რომ შეგირჩიოთ საჭირო პროცედურები, მე ამ პროცედურებს ჩვენთან ჩაიტარებთ თუ სხვასთან ჩაიტარებთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტი არის. საჭირო არის წინასწარ შეათანხმოთ ვიზიტი და მოხვიდეთ კონსულტაციაზე. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში შეიძლება L4, L5 დისკის თიაქარი, თქვათ 7 მმ თუ 5 მმ კონდეს თუნდაც 50 პაციენტს ერთნაირი დასკვნა თითქმის აბსოლუტურად, მათ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა შინაარსით შეიძლება შეერჩეთ სამკურნალო პაკეტები. აქ ფიზიოლოგიურ სტატუსზეც არის
ძალიან ბევრი რამ დაკავშირებული, როგორი არის მისი კუნთოვანი კორსეტი, როგორი არის ცხოვრების წესი, სქესი, ასაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ვარიანტში ჯობია შევათანხმოთ ვიზიტი, გისურვებთ ჯანმრთელობას და იცოდეთ, რომ არჩევანის გაკეთება ყოველთვის უფრო პროდუქტიული იქნება ისეთ სამკურნალო დაწესებულებებზე, სადაც თქვენ კომპლექსურ მკურნალობას შემოგთავაზებენ და თქვენი დიაგნოზის მიხედვით ინდივიდუალურად შეგირჩევენ აი ამ სამკურნალო პაკეტებს. გაიხარეთ.